სულობის ტესტი მინდა თუ შეიძლება. რომელი გნებავთ? დადებითი თუ უარყოფითი? უკაცრავად, გამარჯობათ. იცით მე თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. კი, მაგრამ მოხდა რამე? რა თქმა უნდა. აი გუშინ თქვენ ჩემს მეუღლეს მართვის მოწმობა ჩამოართვით. აი ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა. თქვენ ყოფილხართ აფერისტები. აფერისტები ხართ თქვენ. რატომ? იმიტომ რომ ერთხელ შევიჭერით მათ თქვენთან და გამეზარდა, მეორედ შევიჭერი გამეზარდა, სპეციალურად აკეთებთ ამას, რომ ხალხმა იაროს თქვენთან და ფული გააკეთოთ. აფერისტები არის. ეკიმო, იქნებ ნებსი ან გადასხმა გაგიკეთებინათ, ჰა? არა, გენაცვალე, ეკიმა თქვა მორგშიო, მორგში უნდა წაგიყვანა. ალო, უკაცრავად. იცით რა მაინტერესებს? ეგვიპტეში 70 კილო ოქროს გატანა შეიძლება? არც ბრილიანტის? და არაფერი გამოვა? კარგით, გმადლობთ. აი, ჩემო ოქრო, ჩემო ბრილიანტო. ვერ წაგიყვან მე შენ ამ ეგვიპტეში. არ შეიძლება. სოფო კვირას ასაკეთებ? არაფერს. ხოდა მინდა შეგახსენო, რომ დღეს კვირა არ არის. რა ზიზავ ახლა შენ? დალევ? არ ვიცი რა. ვეღარ გავიგერა. დავლევ, ჩემი სიდედრი მეჭყუება. არ დავლევ, ჩემი სიდედრი ზაღლიროა, ხო იცი? ხო. ფხიზელს ვერ ვცნობს და მკბეს, ბიჭო. ბიჭო. ზაღლი არის ადამიანის მეგობარი. საყვარელი არსება. ხო და დამისხი მაშინ. რას ხმობ? ეკიმო, გონი ორიენტაციის პრობლემები მაქვს. დიახ, გისმენთ. გუშინ მაგალითად ქალი მომეწონა. დიდი მკერდი ქონდა. დღეს დილითაც ერთი-ორი გოგოსკენ გამექცა თვალი. და ქალები თუ მოგეწონათ რა პრობლემაა? როგორ რა პრობლემაა ეკიმო? მიმოიხედეთ. ირგვლივ ხომ ამდენი ლამაზი მამაკაცია. მეშველება რამე ეკიმო. გთხოვთ დამამშვიდ. და დაწყება. და იმის მოვიფიქრეთ.
ესე იგი ელექტროობა არეული მოკლე ჩართვაა ვერ დააგრძელებ? კი თქვენთვის გავახცე როგორც იქნა საყვარელო ცოლ-ქმარი გავხდით ჩემი სამი ახირების ატანა მოგიწევს პირველი ყოველ ორშაბათს საღამოს ბიჭები ვთამაშობთ ფეხბურთს ნიშნულობა არ აქვს ქარია თოვლია წვიმა ყოველ 4 შაბათს საღამოს ბიჭები ვთამაშობთ პრეფერანსს რა თქმა უნდა ნიშნულობა არ აქვს ქარია თოვლია წვიმა და ყოველ კვირას ბიჭები მივდივართ სათევზაოდ რა თქმა უნდა ნიშნულობა არ აქვს ქარია თოვლია წვიმა კარგი? კარგი. აი მე მხოლოდ ერთი ახირება მაქვს. აბა? ყოველ საღამოს 9 საათზე ვკავდები სექსით. ოღონდ ნიშნულობა არ აქვს. ქმარი სახლშია. ესე იგი რა არ ვცადე რა ხალბატონო სვეტა. Короче, პირველი ვცადე ქონი ვცადე დათვის. მერე ვცადე მეორე გლისენა. და აფთრის ხვიზი ვცადე კიდე. და რაფრით არ მიიგდება რა. ხვავილები ცადე? ხვავილები აჩუქე? ხვავილები არ მიჩუქებია. მერე ერთხელ გეჩუქებინა და ეგრება შეგრიგებოდა. პრეზერვატივი მომეცით თუ შეიძლება. რომელი იქნება? ყველაზე იაფასიანი რომელიც არის ის. იაფასიანს ნუიყიდი. Damage. დარწმუნებული ხართ რომ მიხდება ეს ვარცხნილობა? რას ლაპარაკობ? ხატავს. ეს ბოლომოდა. ეხლა ყველა ვარსკვლავი ესე იკეთებს თმებს. აბა. მადლობთ. იქნებ ეხლა მაინც აეხილოს ჩემ ბიჭს თვალები. ბიჭო. ჩვენი მეზობელი როა ხო ჭნაგიზა? გუშინ გაუპატიურებას გადავარჩინე. როგორ? დავითანხმე გუშინ. შევიჭერი ნახე მოგწონს არა უშავს გაიზრდება იცით ისეთი ღიმილი გაქვთ ძალიან მინდა ჩემთან დაგპატიჟოთ სიამოვნებით.
აი ეს ჩემი მესამართია. მე სტომატოლოგი ვარ. ხელფასი მინდა 3000 ლარი. $3,000 ჩვენთან მარტო თავარ მენეჯერს აქვს ხელფასი. ლექსოს. ხო, მაშინ ლექსოს ჩააცვით მოკლე კაბა, თქვენი საყვარელი დეკოლტე და ლექსო დაჯდეს აი ასე. ნინო ბუღალტერთან დავაკავშირეთ. ასათიანი, წერეთელი, ტაბიძე, მარტო ჭავჭავაძე აიღე. სხვები სად იყვნენ, მე რომ ტაქსაობდი. მარტო ვაჟაფშაველაზე მე რო ჩორნი ხოდები და ჩიხები ვიცი. სხვები სად იყვნენ. არა, ყველა ჩამოსულმა ტაქსაობა დაიწყო. უკაცრავად, ბრაცი, ტაქსი არ გინდა? გინავატი ვარ, ბოდიში ეს. კაბადიეთ რა. ყრუ ვიყავი. ბრმა და ტვინი არ მქონდა თავში შენ რო გამოგყევი ცოლად. ხედავ? როგორი ავატყოფი მოგიყვანე ცოლად და მადლობელიც არა. აი ამის სამარძე მიხვალთ. ტალახის აბაზანები გამოგიწერეთ. დიდი მადლობა. არაფრის. და მიშველის ეს ტალახის აბაზანები. შველით არ ვიცი, გიშველით თუ არა, მაგრამ მიწას კი მიგაჩვევთ. სულ მაკიაჟი, სულ კოსმეტიკა. ამ კოსმეტიკაში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავ. როდის მე გინახე ვარ მაკიაჟის გარეშე? არა? ხო და დამიჯერე ჯობია, ამაში ფული არ დასოგო. ესე იგი გაინტერესებთ? ფულს როგორ იშოვნით? ძალიან. ეხლა წახვალთ. და იყიდით. ზეც, კვერცხს, ძმარს, ფქვილს და ხაჭოს. და ამებისგან რა უნდა გავაკეთო? არაფერი. გამყიდველს გამოართმევთ ჩეკებს. გააგზავნით. იქნებ რამე მოიგოთ. მე თქვენს ხელის გულზე ფულის შოვნის სხვა შანსს ვერ ვხედავ. ოღონდ ჩეკები სათითაოდ გამოართვით. იცი, დღეს რომ გაგიცანი და მაშინვე სახლში გამოყევი, არ მინდა რომ ჩემზე ცუდად იფიქრო. არ ნერვიო, იცი, მე შენი მჭირა. შენ მართლა პირველი ხარ? პირველი ვარ? დაიცა.
მე პირველი ვარ, ვისაც აკოცე? შენ პირველი ხარ, ვისაც სჯერა. გამარჯობათ. ანტიკურინი გააქვთ. იცით რა, სიგარეტზე თავის დანებება მინდა და კარგია თუ იცით. თქვენ ეწეოდით და თავი დაანებეთ? რამდენი ხანი ეწეოდით? 7 წელი? მომეცით რა თუ შეიძლება. მადლობთ. ნახე, უყურე, აი ახლა გადმოხდება. არა კაცო, რა გადმოხდება ეს. როგორ არა გადმოხდება, ნახე. არა, შანსი არ არის რა გადმოხდება. დაგეძლავ. მოდი. რესტორანი. მოსულ. უყურე. ნახე. ვახშენი გადმოხდა ბიჭო. აბარა, მე ვიცოდი რომ გადმოხდებოდა. ნანახი მქონდა, მაგითო დაგენიძლავე. არა ბიჭო, ნანახი მე მქონდა, მაგრამ რა ვიცოდი კიდე თუ გადმოხდებოდა. მოყვედი? დაჯექი ვიდი. აი, რა? ჩემი ცოლი ყოფილა ბუზი. გასლაბანი. გუშინ სამსახურიდან რომ მოვდიოდი, მესიჯი მივწერე მოვდივარ თქო. მე და საყვარელი არ დამახვედრა სახში? აუ. ბიჭო. იქნება არ წაუკითხე ეს მესიჯი. ხოდა დაჯექი. ეკიმო, რამე სერიოზულია? იცით, მე თქვენს ადგილზე ახალი სერიალების ყურებას აღარ დავიწყებ. უკაცრავად, ჩემი ადგილია. აპატიეთ.